ერთი მაგალითი მოგიყვანეთ და ხმას ვერ იღებთ ამას, იმიტომ რომ სამარცხინო ტყუილების გამავრცელებელი ტელევიზიები ხართ. თანამშრომლები, ოჯახის წევრები ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. რა საბრალებდით თორნიკე რიჟოძეს ბატონო ირაკლი? ჩვენ არაფერს არ ვაბრალებდით. ჩვენ არაფერს. ჩვენ ასაკის გარჩევებზეა საუბარი, ვინაიდან მის წინააღმდეგ ოფიციალურად საქმე არ არის აღზრული. ესე მიწისქვეშეთში გაირჩეოდა მსგავსი საქმე. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟოძის მიმართ არავისთარი პრეტენზია არ აქვს. ეს შემიძლია გითხრათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით. რაც შეეხება ბრალდებებს, მაგალითი გითხარით, საჯარო მაგალითი. ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟოძეს იქ მფარველობას, კანონიერი ქურდების თუ არ ვიცი როგორ იყო, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟოძე არ იგულისხმებოდა ამაში, მაგრამ თქვენ ავრცელებდით 1000 სამარცხინო ტყუილს, კონკრეტულად თორნიკე რიჟოძესთან დაკავშირებითაც. არა, ერთ-ერთი მე მაგალითი მოყვა, თქვენ ხო გაინტერესებთ. აბა სად არის მაგალითი? ხო საჯარო მაგალითზე, მე საჯარო მაგალითზე გესაუბრებ. მე ჩემ თავზე შემიძლია გითხრათ, რომ მე პირადად და ჩემს მეგობრებს პრეტენზიები, არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟოძის მიმართ. ამას გიმეორებ. ბატონო, ძალიან კარგი ურთიერთობები მქონდა ბოლომდე, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან დატოვა თანამდებობა, რამდენიმე შეხვედრა მქონდა, ძალიან თბილი შეხვედრები ყოველჯერს. ბატონო ირაკლი, ევროპარლამენტის ბატონო, ყველამ დატოვა თანამდებობა თორნიკე რიჟოძეს. რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მით უმეტეს, როდესაც კონკრეტული ადამიანი ტოვებს თანამდებობას, იქ როტაციის განხორციელება არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი. პროცესებზეც გითხავთ, გაგრძელდება თუ არა სხვა პირების წინააღმდეგ, მაგალითად სამართლებრივი ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ვიღაცები არიან, ვისაც ადანაშაულებთ როგორც ჩანს გუნდის შიგნით კორუფციაში. ჩვენ კანონმდებლობაში ერკვევით და კანონმდებლობის თანახმად ეს ყველაფერი არის შესაბამისი უწყებების საქმე. არ გამორიცხავთ რომ კიდევ ოთხმაური. მე როგორ შეიძლება რამე ან დაუშვა ან გამორიცხო, ხო? თუ შესაბამისი უწყებები აღმოაჩენენ რაიმე ფაქტს და დანაშაულის ნიშნებს, მე ჩემი ინფორმაცია არაფრის საფუძველი არ არის, იმიტომ რომ მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას საქმის აღზრდასთან დაკავშირებით. საქმის აღზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უწყება და კითხვები უნდა დაისვას შესაბამისი უწყება. მე რამდენი ინფორმაციაც არ უნდა მქონდეს, მე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, უფლება არ მაქვს მივიღო გადაწყვეტილება საქმის აღზრდის თაობაზე, ამიტომ ასეთი კითხვების ადრესატები არიან შესაბამისი უწყებები.